მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, დიდებულო ადამიანებო, კარგო ქართველებო, მოყვასო, ეროვნულებო, საუკეთესოებო, ადამიანებო, რომელზედაც დგას ქართველი ერი, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო და ეს დიდი ფასეულობაა, რომ დღეს გვაქვს სახელმწიფო და ღმერთის წყალობით და ჩვენი შრომით, ჩვენი ღვაწლით, ჩვენი თავდადებით ხშირ შემთხვევაში კიდევ გვექნება და მუდამ გვექნება. ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც სახელმწიფოებრიობა უხსოვარი დროიდან აქვს, უბრალოდ არეულ-დარეულია საბჭოთა ისტორიოგრაფია მრავალწილად დამნაშავე ამაში და ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკვე აი დოკუმენტურად, ისტორიულად და ასე შემდეგ იწყება ფარნავაზისა და ქუჯის ეპოქიდან და გქონდა, რა თქმა უნდა, ხანდახან შევიწროებული, ხანდახან ნაწილობრივი ტერიტორიული გაგებით, მაგრამ ყოველთვის გქონდა სახელმწიფოებრიობა 1801 წლამდე, 1813-12 წლამდე შესაბამისად და მე მოგეხსენება დავკარგეთ, ძალიან დიდი ხანი დაკარგული გქონდა, მე აღვიდგინეთ და აი უკვე თითქმის 40 წელი შესრულდება 40 წელი შესრულდება 2031 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან და აღარასოდეს დაგვეკარგოს. ეს აი ადრეც ვამბობდი, ეხლაც ვამბობ, რომ ჩვენი საფიცარი უნდა იყოს და აი დიდ ილიასეულ სამ დიდ საუნჯესთან ერთად, რასაც ქვია ენა, მამული, სარწმუნოება, არის სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, ჩვენ სუვერენისტები ვართ, ჩვენ აპოლოგეტები ვართ ამისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დიდი ფასეულობა არსებობენ ერები, გრანდიოზული ერები, აი ქართველი ერი რამდენიც არის დღეს ოფიციალურად აღიარებულად და ვინც ამბობს რომ ქართველი ვარო, აი ჩვენს რაოდენობაზე 10-ჯერ დიდი ერები არსებობენ, 15-ჯერ, 20-ჯერ დიდი ერები არსებობენ და სახელმწიფოებრიობა არა აქვს, წარმოგიდგენიათ, არა აქვს დროშა, არა აქვს ჰიმნი, არა აქვს ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული ვალუტა და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი ფასეულობაა და როგორი ნატრულნი იყვნენ, წარმოიდგინეთ, აი ამ დიდი ფასეულობისა და ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებისა დიდი ილია ჭავჭავაძე და დიდი იაკობ გოგებაშვილი და ამ ადამიანების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს ასეთი დიდი ადამიანების. დიდი მადლობა ღმერთო, რომ ასეთი დიდი ადამიანები ყავს და ყვანან დღესაც, რა თქმა უნდა, ყავდნენ და ისინი ზეციდან გვეხმარებიან. ეს ძალიან დიდი ძალაა, მათი დალოცვა ზეციდან და უამრავი მათგანი მეოხია ღვთის წინაშე ჩვენი ერისა. იაკობ გოგებაშვილზე მინდა ვისაუბრო, წინა გადაცემაში ძალიან მოკლედ ვთქვი, რომ მოდით შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ, ჯერ 5-ნი, მერე 10-ნი, მერე 50-ნი, მერე 250-ნი და დავიწყოთ ამ ადამიანის ღვაწლის წინ წამოწევა და პირდაპირი გაგებით და გადატანითი გაგებით ამ ადამიანს ავუგოთ ძეგლი. მე ადრეც ვთქვი, ეხლაც ვამბობ, სამარცხვინოა, აი ეროვნული სირცხვილია, სახელმწიფოებრივი სირცხვილია, გაუგებრობაა ის, რომ დიდი იაკობ გოგებაშვილს აგერ უკვე 113 წელიწადია, რომ გარდაიცვალა, ანუ 1912-ში გარდაიცვალა და მას მერე არც ერთ ქალაქში არ დგას მისი ძეგლი. მხოლოდ ბიუსტები, პაწაწუნა ბიუსტები, წარმოგიდგენიათ როგორი მოკრძალებული, სადღაც ჩიხში მდგომი, უადგილას მდგომი, ასედაც ვიტყოდი. არ მინდა ეხლა დეტალებში შევიდე, თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი და კონკრეტულად ვისაუბრო და ნებისმიერ ადამიანს კონკრეტულადაც ვეტყვი თუ დაინტერესდება. ამიტომ რომ ზოგან მორყეული კვარცხლბეკია, ზოგან დაბალი კვარცხლბეკია, ატკეჩილი კვარცხლბეკები, უკაცრავად ავარ ზოგან მაგალითისათვის მტვერი და ჭუჭყი არის, ზოგან ქვები არის ავარდნილი, ეხლა ეს ბიუსტებზეა საუბარი და ასე შემდეგ. აი შედარებით ახალი მოვლილი და გულს რო გაუხარდება ისეთი დგას ქალაქ ზუგდიდში, ამ 10 წლის წინ დადგეს ზუგდიდელმა ადამიანებმა, მოღვაწეებმა, დიდი მადლობა მათი. იაკობ გოგებაშვილი
ძალიან ბევრი ადამიანისათვის არის შეიძლება ითქვას ავტორი დედაენისა, ეს რა თქმა უნდა მთავარია, ორი აზრი არ არსებობს, დედაენათი და აიათი იწყება ყველაფერი, მაგრამ იაკობ გოგებაშვილი არის ამასთანავე ძალიან დიდი ისტორიკოსი, ძალიან დიდი თეოლოგი, გეოგრაფი, მათემატიკოსიც წარმოგიდგენია და ეხლა მე უნდა კარგად გამიგეთ ეხლა ეს არ ნიშნავს მე ერთ-ერთი ჩემი ყველაზე არასასურველი საქმე არის ხოლმე სხვისი ფულების დათვლა, კარგად გამიგე და არის ესეთი გამოთქმა, რომ აი ფული ადამიანს აფუჭებს, ფული ადამიანს აცტუნებს და ასე შემდეგ და უამრავი მაგალითი გვაქვს. უამრავი მაგალითი, რომ ფული ადამიანს კი არ აფუჭებს, არამედ აკეთილშობილებს. და ხდის საოცარ ღვთისმოსავს, ღვთიური საქმეების გამკეთებელი ადამიანები არიან ძალიან ბევრი. მართალია ის დაბალი პროცენტია ფულიან ადამიანებს შორის, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ძალიან ბევრია და სამაგალითონი არიან. ესეთი იყო დიდი იაკობ გოგებაშვილი. მოდით ახლა მე ჩამოვთვლი ამ ადამიანის შესაბამისად 8 წელს მწერლობას რაც შეეხება და წიგნის ავტორობას რაც შეეხება და მე ტირაჟებს და ფასებს ზოგი ადამიანი გაოგნდება ამისი გამგონე თუ ეს ვინ ყოფილა ეს რა საოცარი ადამიანი ყოფილა და დღევანდელი მასშტაბებით რო გადმოიყვანო დღევანდელი მწყიდველუნარიანობით დღევანდელი კურსით მისი შემოსავალი ეს არის მილიარდელი მილიონერი კი არა მილიარდელი და აი ადამიანი როგორი 8 წლით როგორი შემოქმე როგორი ანდერძით წავიდა ამ ქვეყნიდან როგორი დანატოვარით წავიდა, როგორი შემოქმედებით წავიდა და ასე შემდეგ და რა გაუკეთა მას ქართველმა ერმა შესაბამისი პატივის ხრივ. ჯერ იმას ვიტყვი, სანამ ამას დავიწყებ. იაკობ გოგებაშვილი დიდი თეოლოგია, დიდი ღვთისმოსავია და სულიერებაში ყველა ვარიანტი ძალიან ღრმად იყო ეს ადამიანი. ძალიან დიდი ბრძოლებიც ჰქონდა. ძალიან დიდი ბრძოლები ჰქონდა სხვადასხვანაირი ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ სულიერ წინააღმდეგობებზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ცხოვრებაში ჰქონდა ძალიან დიდი ბრძოლები. ხან ხალხმა გადაარჩინეს, ხან საქმემ გადაარჩინა და ხან ხილულად ღმერთმა გადაარჩინა ეს ადამიანი. და ასე შემდეგ. მომიტევეთ ავღელდები ხოლმე აი ამ საუბრისას და სულხან-საბა ორბელიანი ამბობს და თქვენც ახლა ძალიან ბევრს გეცოდინებათ რომ აი სიტყვაში ალილუია ბოლო მარცვალი ია ღმერთს ნიშნავს ღმერთს ნიშნავს და შესაბამისად ეს ყველა ვარიანტი ეცოდინებოდა დიდ იაკობ გოგებაშვილს თუნდაც სულხან-საბადან, თუნდაც აი ამ სიტყვის არსიდან გამომდინარე და თუნდაც იქიდან რომ მე ჯერავს მწამს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთთან მოსაუბრე იყო ქართველები. ვაჟა-ფშაველაც ღმერთთან მოსაუბრე ადამიანია, ილია ჭავჭავაძეც ღმერთთან მოსაუბრე ადამიანია, შოთა რუსთაველი სულიწმინდასგან ნაამბორალი ადამიანია, დავით გურამიშვილი და მაღალი ალბათობით ილია ჭავჭავაძეც და აი ია იმასთან ერთად რომ ბავშვისთვის ეს არის აი ია აი ვინც სახის მეტყველებაშია ჩახედული მარტივად მიხვდება რომ ეს არის აი ღმერთი და ეს არის პირველი სიტყვა ხო წიგნში დედაენაში ქართულ ენაში ქართულ ანბანში და საოცარი ხაზია გასმული რომ აი თვითონ ჩვენ ახლა ძალიან ბევრმა ვიცით რომ ქართული ენა და ქართული ანბანი ჩვენ ღმერთმა მოგცა და ეს არის არა როგორც ამას ამბობენ 15 საუკუნის თანაც ვიღაც გადამფრიელის ნაჩუქარი თუ დაყვედრებული და წამოძახებული არამედ შეიძლება ითქვას ალბათ დასაბამისეულით და თავიდან იყო სიტყვა და ეს სიტყვა და ილია ჭავჭავაძე იაკობ გოგებაშვილმა ხო აი ესე დაგვილაგა უკვე დედაენა ეს არის განძი მართლაც საოცარი და სხვათა შორის ის მომიტევეთ გადავუხვიე სხვათა შორის ის საოცარი ლექსი რომელიც მრავალ მხრივ სახის მეტყველება
თხამვენახი შეჭამა ადრე იწყებოდა იავ ვნახოთ ვენახი და მე ხვდებით ახლა რა თვალსაზრისითაც ვამბობ ამას და მე იყო რა საუბარი მწერალთა არა წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციაში, ჯგუფში, ალბათ გამომცემლობაში და ამ შემდეგ გადაკეთდა მოდი ვნახოთ ვენახი. ია ესეთი საოცარი სიტყვა და არსის მქონეა. და ეხლა დედაენა მაგალითად დავუბრუნდეთ მთავარ არს. ნახეთ, საოცარ რაღაცას მოგახსენებთ, რომ დედაენის პირველი ნაწილი თქვენ გაქვთ ეს ნანახი სამტომეული გამოვიდა, ხელმეორედ გამოიცა ეს 70-იან წლებში, ერთი არის აგურისფერი, მეორე არის მუქი აგურისფერი უკვე თხელი და მესამე არის ღია მომწვანო მოცისფრო ფერის, რაღაც ლაჟვარდის ფერში გადადის. ესეთი სამტომეული იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენა და პირველი ნაწილის ტირაჟი იყო 490,000 და ღირდა 2 აბაზი. ისა 2 შაური, ანუ 10 კაპიკი უყდოთ და ყდით 15 კაპიკი. ეხლა თქვენ თვითონ გადაამრავლეთ, კარგით, მე ეხლა რო ისა ვქნათ, ეხლა ვითვლეთ ფულებს. რა შემოსავალი იყო, გაყიდვიდან ამ წიგნებისა, რა ჰონორარი იყო და ასე შემდეგ. დედაენა მეორე ნაწილი 467,000 გამოვიდა და 2 აბაზი ღირდა 40 კაპიკი. რა გრანდიოზული რიცხვია, წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს. ესეთი ლოზუნგი იყო ალბათ იმ პერიოდში ამ ადამიანებში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ბუნების კარი 104,000. ეს არის 14 შაური, ანუ 70 კაპიკი ღირდა და მწერალი დამავიწყდა გვარი ერთ-ერთი მწერალი ესო უნდა სამშობლოს ცოდნეობა ერქვასო ამ წიგნსო მგონი ლომოური ამბობს ცაგარელი ამბობს რომ უნდა ერქვასო სამშობლოს მცოდნეობაო ბუნების კარს სულ საქართველოსია კოკორი ეს არის ლექსები 70,000 2 შაური ღირდა კონა 8,000 იყო მისი ტირაჟი ესეთი წიგნი იყო ლექსებისა მოთხრობებისა 40 კაპიკი ღირებულა კუნწულა ევროპულ რუსული რჩეული მოთხრობები ანუ მისგან ნათარგმნი წარმოგიდგენიათ ქართულ ენაზე 40 კაპიკი იავნანამ რა ქმნა შეიძლება ითქვას შედევრი საკაცობრიო შედევრი და ჩვენთვის დიდი სიყვარული და დიდი მოგონება იავნანამ რა ქმნა რომელიც არ გუბეზრდება 12,000 ყოფილა ტირაჟი და 5 კაპიკი ღირებულა როგორი საყოველთაო იქნებოდა წარმოგიდგენიათ ასპინძის ომი მოგეხსენებათ რა მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ასპინძის ომი რუკით აი უკვე იწყებს რუკით გამოცემებს ძალიან ბევრი წიგნებისა და მე თქვი წეღან და წინა გადაცემაში რომ გეოგრაფიის სწავლების ფუძემდებელია იაკობ გოგებაშვილი წარმოგიდგენიათ აი შეიძლება ითქვას რომ შეწყვეტილი ან თითქმის შეწყვეტილი იყო ერთი გრიგოლ გელოვანი მანამდე ესეთი ადამიანი ის ცდილობდა რომ დაენერგა მაგრამ ვერ ააგორა ეს საქმე და იაკობ გოგებაშვილმა გეოგრაფიის სწავლა და აი მაშინდელი სიტყვით რო ვთქვათ კარტებით ანუ კარტა ანუ რუკებით სავსე იყო ხოლმე გამოცემები იაკობისეული ასპინძის ომი რუკით 6,000 7 კაპიკი ღირებულა თავდადებული ქართველნი მოგეხსენებათ ეს არის გაგანია იმპერიის ეპოქა და როგორი წიგნები გამოდის რომ საქართველოში ამაღლდეს ეროვნული იდეოლოგია ბავშვებში წარმოგიდგენიათ და რო არ ყოფილიყო ეს დიდი გუნდი ილია ჭავჭავაძის მეთაურობით და ეს ჩამოვთვლი მე რამდენიმე ადამიანს როგორ დაიხევდა უკან ქართული თვითშეგნება და იდეოლოგია ჩვენში წარმოგიდგენიათ 9,000 იყო და 7 კაპიკი ღირდა მოსავლის მცველნი 20 კაპიკი მეფე ერეკლე და ინგილო გოგონა დიდებული მოთხრობა საოცარი და მეფე ერეკლეს ხასიათი რო ჩანს ბუნება და როგორ უყვარს ქართველ ერს წარმოგიდგენიათ ეს ადამიანი ეს მეფე ეს ღვაწლმოსილი იცით ამ ადამიანზე თქვენ უამრავი რამ იცით და
დიდი მადლობა მას 8 წლისათვის, თავდადებისათვის და ყველა იმ იარასათვის, რომელიც ქონდა გინდა გულში და გინდა გარედან ტანზე. 6000 ყოფილა გამოცემული და 5 კაპიკი ღირებულა. აკიდო, მოთხრობები, 3 შაური, საარაკო თავგვადასავალი, ისტორიული მოთხრობანი, 10 კაპიკი. ბევრისთვის ვწუხვარ, რომ უცხოა. ჩემთვისაც აი რამდენიმე უცხო იქნება, ხა ნახეთ. ბურჯი ეროვნებისა 20 კაპიკი, ეს საკითხული მაქვს. რანი ვიყავით გუშინ, ისტორიული წერილი 20 კაპიკი. რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები. ანუ თავისი სტატიები, უпростоრედ თავისი სტატიების 20% რამდენადაც მე ვიცი, გამოსცა მე აი ეს პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწილი და 80% ვერ გამოსცა, გამიგეთ? ან არ გამოსცა. ერთი მაინც ღირებულა. პირველი ნაწილიც და მეორე ნაწილიც. და ასევე იგი არის ავტორი დაწყებითი კლასებისათვის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კლასისათვის არითმეტიკის წიგნისა. წარმოგიდგენიათ? არითმეტიკის ფუძემდებელიც არის სწავლების იმ პერიოდში. და ეს არ არის სრული ჩამონათვალი. რუსულენოვანი გამოცემები წარმოიდგინეთ, რომ მთელ იმპერიაში ძალიან ბევრ არა რუსულენოვან სკოლებში და არა რუსულენოვან დაბებში, ქალაქებში, სოფლებში, მეტადრე კავკასიაში და მეტადრე ამ ჩვენ დიდ რეგიონში, ალბათ აი შავი ზღვის გამოყოლებაზე კასპიის ზღვამდე და ასე შემდეგ, ზედა ნაწილში იმპერიისაც ალბათ, ქვედა ნაწილში კიდე ეჭვგარეშია. იაკობ გოგებაშვილის წიგნით ისწავლებოდა რუსული ენა, არა რუსულენოვან მოსწავლეებში და ქალაქებში და სოფლებში, როგორც გითხარით. რუსკოე სლოვო პირველი ნაწილი 208,000, 40 კაპიკი. რუსკოე სლოვო მეორე ნაწილი 92,000, 50 კაპიკი. მეთოდიკა კრუსკому სლოვу ამ წიგნებით სწავლების მეთოდიკა 60 კაპიკი. Разбор учебных руководств по русскому языку 50 копейки. Нормальное письмо, ალბათ ჩვენთან რო სუფთა წერა იყო, ალბათ нормальное письмо 20 копейки. Правда о Тифлисе, ვეძებ აი ამას და ვერ ვიპოვნე. სიმართლე ტფილისის შესახებ, თბილისის შესახებ 20 კოპეიკი ღირებულა. იქნებ ვინმე დამეხმაროს, ძალიან საგულისხმოა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, დიდი ისტორიკოსია. ძალიან დიდი ისტორიკოსია. დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად, ალექსანდრე საგარელთან ერთად, ალექსანდრე ხახანაშვილთან ერთად, პავლე ინგოროყვასთან ერთად, ეხლა პავლე ინგოროყვა რა თქმა უნდა გაცილებით ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც ეს გუნდია, წარმოგიდგენ, ილია ჭავჭავაძე ძალიან დიდი ისტორიკოსია, უბრალოდ მილიონი საქმე აქვს. А грузинском и русском алфавите 20 კოპეიკი. ძალიან მინდა ამისი მოპოვება. როგორ სად მივიდე, როგორ მივიდე, საჯაროში ერთვარ ადამიანს რო ვკითხე, არა გვაქვს. შეიძლება ჩაუხედავი ადამიანები იყვნენ, ისეთ ფლად კომპეტენტურს ვერ ვკითხე. გთხოვ დამეხმაროთ მოძიებაში. ესე იგი, правда о Тифлисе да о грузинском и русском алфавитах. Как поднять Кавказскую народную школу? ესეთი წიგნი აქვს გამოცემული 30 კოპეიკი. და государственный язык ответ Одоеву. იყო ესეთი ადამიანი ალბათ, ოდოევი და მას პასუხობს სახელმწიფო ენის შესახებ, ესეც 30 კოპეიკი ღირებულა. წინა წიგნით 30 კოპეიკი ღირებულა. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი გრანდიოზული შემოსავალია და როგორ ზრუნავს იგი, იხილეთ მისი ანდერძი, როგორ ზრუნავს იგი თავის სოფლის სკოლაზე. თავის სოფლის სკოლაზე, ვარიანის სკოლაზე, გორის რაიონის სოფლის სკოლებზე, რაღაცა თემის სკოლებზე, ასე შემდეგ და რამდენი ეხლა კი ცხადია შესაბამისად ეს ღირს ეს წიგნები, ეს ფასი. მაგრამ მეორე მხრივ ალბათ რამდენი ისე გასცა, ხო? ისე გასცა და ეს ადამიანი მესეთ პატარა გადმოცემას მოგიყვებით. თავიდან იმას გეტყვით, რომ ჩვენ აი ბავშვობაში შეიძლება ითქვას მესსრკ-ს ეპოქაში დავიბადე და გავიზარდე და კაციშვილს არ უთქვამს, რომ იგი იყო მღვდლის შვილი, პატიოსანი მღვდლის შვილი.
რომელიც იყო სამი სოფლის მღვდელი, წარმოგიდგენიათ, ახალდაბა იყო, ვარიანი იყო და იქვე არის ოთარშენი კიდე, აი ამ სამ სოფელს ემსახურებოდა ეს ადამიანი იმ პერიოდში, წარმოგიდგენიათ და ღარიბი მღვდელი იყო. იცით რატო იყო ღარიბი მღვდელი? ალბათ უანგარო იყო, პატიოსანი იყო, წესიერი იყო, ასე შემდეგ და გადაყოლილი იყო, თორე როგორ შეიძლება ნებისმიერ ეპოქაში სამი სოფლის მღვდელი მაგალითად არ ქონოდა სხვადასხვა შემოსავალი. და მე პარალელს გავავლებ დღევანდელ მე ვიცნობ, ჩვენ ვიცნობთ უამრავ პატიოსან მღვდელს. შესაბამისად, რომელიც ხშირ შემთხვევაში აი ერთი ადამიანისგან რო შემოწირულობას იღებს, მეორე, მესამე და ხუთ ადამიანს უნაწილებს. აი ესეთი იქნებოდა აუცილებლად სიმონ გოგებაშვილი, ამ ადამიანის იაკობ გოგებაშვილის მამა. სიმონ გოგებაშვილი მღვდელი, ასევე მღვდელის ოჯახში იყო. ასევე არავინ არ გვეუბნეოდა, ყველა გვეუბნეოდა, მე თვითონ ეხლა ნახევრად გლეხი ვარ, აზია საუბარი და ნახევარ ცხოვრებას ვატარებ სოფელში და თქმა უნდა ძალიან საპატიოა ქართველი გლეხი არის ძალიან საპატიო და ძალიან მეამაყება. რომ ასეთი იყო პაპაჩემი, ასეთი იყო მისი წინაპრები და ასე შემდეგ. და ამის და მიუხედავად ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ყველა გვეუბნეოდა, რომ აკაკი წერეთელი იყო გაშვილებული აღსაზრდელად სოფელ სავანეში გლეხის ოჯახში. სინამდვილეში იყო იგი მღვდლის ოჯახში. რაც სხვა განზომილება, სხვა ცოდნა არ აზია საუბარი, სხვა წმინდა წერილის ცოდნა არის ეს უეჭველი, რაღაც დონეზე ბერძნულის, ლათინურის, რუსულის ცოდნა არის, აქ ღვთისმეტყველები არიან, ძალაუნებურად, ღვთისმოსავები არიან, კეთილშობილები არიან, დამთმობები, მომთმენები, ამტანები, ძლიერები, ლოცველნი, მარხველნი, აღმსარებელნი. და აი საიდან არის ეს დიდი კოდი და დიდი გენი ამ ადამიანებში, ხომ? და ესეთი გადმოცემა წეგან დავიწყე და ვერ დავამთავრე. სხვათა შორის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მომიყვა გორის რაიონის ძალიან დიდებულმა ქალბატონმა. მე მივესალმები აქედან მას, ქალბატონმა ლარისამ, შემდეგი რამე მომიყვა. რომ პირადად მყავსო ადამიანიო, ნანახიო, რომელმაც შემდეგი რამე მითხრაო. წარმოგიდგენიათ, ქალბატონ ლარისას ყავს ეს ადამიანი ნანახი, რომელიც ყვება შემდეგს. რომ იაკობი რო გარდაიცვალაო, სოფელი ვარიანიდან სპეციალურად წამომიყვანა მამამ თბილისში დაკრძალვაზეო. და რო ჩამოვედითო დაკრძალვაზე ზღვა ხალხი იყო, მოგეხსენებათ, იგი დაკრძალეს ჯერ დიდუბეში. და დიდუბეში რო დაკრძალეს, აი აქ დიდი პროცესია იყო და მამამო პატარა ბიჭი ვიყავიო, 6-7 წლის ბიჭიო და ხალხს რო არ გავესრისე, ისეთი დიდი რაოდენობა იყო, მხრებზე შემომისვაო და აი ამ მთელ პროცესიას, აი ამ მთელ პროცესო ზემოდან დავყურებდიო. და იყო ერთი მომენტიო, როდესაც აი იაკობ გოგებაშვილის ჩასასვენებელმა კუბომ ძალიან ახლოს ჩაგვიარაო და ზუსტად ამ დროს სუდარამ ქარმა სუდარა გადაფინა, ანუ ქარმა დაუბერა და სუდარა გადაცდა იაკობის სხეულს. მომიტევეთ რომ განვიცდი ამ დროს და ჩემი თვალითო დავინახეო, რომ გარდაცვლილსო, მიცვალებულსო ეცვაო დახეული ფეხსაცმელები, ქანჯგახრეტილი და დახეული წინდებიო, აი ასე ჩავიდა სამარეში იაკობ გოგებაშვილი და მერე გადაწყდა 1940 წელს 30-იანი წლების ბოლოს ზუსტად არ მახსოვს როდის მოხდა გადასვენება, აი დაახლოებით ეგრე ალბათ 39-ში. გადაესვენებინათ, მოგეხსენებათ რა ცუდი დრო იყო და მაშინ ბევრი სასაფლაო, დიდუბის სასაფლაოზეა საუბარი პანთეონზე, იყო გაძარცვული. და შესაბამისად
ძალიან ბევრი საფლავიდან იყო ლითონი მოპარული, ზოგიდან ქვები მოპარული და ამ შემდეგ და ძალიან ბევრი საფლავი აღარ იკითხებოდა, წარმოგიდგენიათ და იმისთვის რომ აი გადაწყდა, რომ უნდა გადაესვენებინათ დიდი იაკობი და გადაესვენებინათ მთაწმინდის პანთეონში, შესაბამისად გახდა ზუსტი იდენტიფიკაცია საჭირო საფლავისა, რომელი საფლავი უნდა გაეხსნათ. და იქ ადამიანები დაიბარეს, წარმოგიდგენიათ, რომ აი თქვათ, რომ აი ამ წერტილში იყო და ერთ-ერთი ეს ბიჭუნა დაუბარებიათ, აი რომელიც შემსწრე იყო, გადარჩენილი იყო, ცოცხალი იყო, ესე იგი 1912 წელს ნახა ეს ამბავი და 1939-ში, ესე იგი რამდენი ხნით მერე, თითქმის 28-30 წლით მერე იბარებენ ბიჭს რომ მისცეს რაღაც ინფორმაცია და აი მაშინაც ეს უთქვამს რომ ესე იყო და ცხადია მერე მოხდა გადასვენება დიდი იაკობისა და მე მინდა ვთხოვო ისევ ხალხს რომ მოდით შევერთდეთ მოვილაპარაკოთ აი რაღაც კონფერენცია ჩავატაროთ ღონისძიება ჩავატაროთ და მერე დავიწყოთ ამაზე სამუშაო თუ წინააღმდეგობები შეგვხვდება მაგალითისათვის რომ რომელიმე ისეთ ადგილას დავდოთ, სადაც სხვადასხვა დოკუმენტაცია იქნება საჭირო და ნებართვები და ამ შემდეგ ამას თავი ავარიდოთ და არსებობს კერძო ტერიტორიები, კერძო სკოლები, კერძო პროფესიული სასწავლებლები ან რაღაც კერძო ბაღები, კერძო ტერიტორიები და ასე შემდეგ და იქნება აი ამ ადგილას დავდგათ დასაწყისისთვის იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. მე მაგარი პარალელს გავავლებ რა, კარგად გამიგეთ. ძალიან კარგი მწერალია ჯეიმს ჯოისი, ძალიან მიყვარს. თვითონ ირლანდია მიყვარს, იმიტომ რომ იბერიელები არიან და მე ვიცი, თქვენც იცით რა თქმა უნდა, რა კავშირები არსებობს აი ამ იბერიასა და ჩვენ იბერიას შორის, კელტებსა და ძველ ქართველებს, კოლხებს შორის და როგორი ნათესაური კავშირები არსებობს და რომის იმპერიამ ვერ დაიპყრო ეს კუნძული. წარმოგიდგენიათ, ვერ დაიპყრო, აი ბრიტანეთმა დაიპყრო მერე, თორე დაუპყრობელი კუნძული იყო და ტრადიციული საოცარი ქვეყანაა ირლანდია, გამიგეთ და ირლანდიაში დუბლინთან არის პატარა დაბასავით, სადაც დაიბადა ჯეიმს ჯოისი და მე ახალგაზრდულ წლებშივე წავიდა იგი ბრიტანეთში გადავიდა, კონტინენტზე ცხოვრობდა და ასე შემდეგ და უკვე რასაც აი მწერლობის ეპოქა ქვია, მწერლობის ეპოქა. ერთი მეორეზე რო შეკრიბო, ალბათ ერთი წელია გატარებული რა ჯამში, ქალაქ დუბლინში და დიდებული წიგნია ეხლა მოგეხსენებათ დუბლინელები, მაგრამ კარგად გამიგეთ ეხლა ქეთს ვიხრე ამ დიდი მწერლის წინაშე, მაგრამ ერთხელ წაიკითხავ და მეტი აღარ დაგჭირდება ამის საკითხვა ეხლა მოგეხსენებათ ისეთი წიგნია. ეს არ არის არც ჰამლეტი და არც ფაუსტი და არც დონ კიხოტი და არც იდიოტი და არც ანა კარენინა, რომ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მიუბრუნდე ადამიანი, ან თუნდაც კვაჭი-კვაჭანტირაძე და თუნდაც არსენა მარაბდელი და თუნდაც დიდოსტატის მარჯვენა, გამიგეთ? იმის თქმა მინდა, რომ მე ესე მგონია, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გაცილებით დიდი მწერალია კონსტანტინე გამსახურდიაც, გაცილებით დიდი მწერალია მიხეილ ჯავახიშვილიც, გაცილებით დიდი მწერალია დავით გურამიშვილი, ყველა ეს დიდი მწერალია დედამიწაზე, შოთა რუსთაველი და ასე შემდეგ. გაცილებით დიდი მწერალია ვაჟა-ფშაველა და გაცილებით დიდი მწერალია და მოაზროვნეა იაკობ გოგებაშვილი. მე ესე ნუგზარვანიშვილი ამბობს ამას. სხვისგან ეს არ გამიგია და თუ დაემდურებით ნუგზარვანიშვილს დაემდურეთ მეტი ნურავის. და აი ამ ქალაქში, დუბლინში. ნახევარი დუბლინი არის ამ ადამიანის სახელობის რა. აი მაგალითისათვის აქ წერია აი ამ ხიდზე გადაიარა როცა ეს აბზაცი დაწერა, აი ამ კაფეში იჯდა როცა აი ამ მოთხრობას წერდა, აი ეს გმირი რომელიც იყო აი ამ ხესთან იჯდა, აი და ძეგლები, ბარელიეფები, ქუჩები, რესტორანში მისი მფრინავი ფრაზები, მისი ამონარიდები, მისი წიგნიდან შესაბამისად მენიუზე, ავტობუსში, თეატრში, კინოში, რავი, ყველგან აბსოლუტურად ესეთი იდეოლოგია ამითი შესაბამისად შექმნილი და ყველას უყვარს. ყველა ადამიანის ოჯახის წევრია ჯეიმს ჯოისი დუბლინში.
ეხლა თქვენ მანახეთ მე ვაჟაბშაველას სტროფები და იაკობ გოგებაშვილის გმირების სურათები მაგალითად თბილისში და ილია ჭავჭავაძის სტროფები და შოთა რუსთაველის აფორიზმები მანახეთ და დავით გურამიშვილი რო ყავდა აი იციან მარტო მასწავლებლებმა ფილოლოგებმა ჩვენ ისეთი საშუალება გვაქვს რომ ავწიოთ ეროვნული იდეოლოგია ჩვენ ისეთი საშუალება გვაქვს აი თავისთავად შეიძლება ეს მოხდეს დიდი რაღაც ისიც არ უნდა ჩაფიქრება და ამათი გამკვირვებია კარგად გამიგეთ ეს როგორც პური ისეთი აუცილებელია საზოგადოებისათვის ერისათვის ჩვენნაირი ერისათვის მე წეღანავს თქვი ძალიან ბევრი ადამიანი ეხლა ამაზე ხარხარს დაიწყებს იქით არის დასაცინი რომ ვამბობ რომ ჩვენ ქართველმა ერმა ყოველთვის ვიცოდით რომ ღვთისგან ვართ დაჯილდოებული ამ ენით ამ ანბანით ამ მამულით ამ ცით ამ სარწმუნოებით და უამრავი ადამიანი უამრავი ძველი ერი რომ მოწყვეტილი იყო ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩვენი ერი ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან დიდი ხანი იყო დამბადებელი ერის მორწმუნე ამაზე მეტყველებს თრიალეთის ოქროს თასი რომლის ოსტატიც მომლოდინია იმისა რომ უნდა მესია იშვას სამი ჯვარია აი ამ საოცარი ქმნილების საოცარი ნაკეთობის ფუძეზე და აი ამ აუცილებლად იხილეთ თრიალეთის ოქროს თასი ერთმანეთში ჩაფსკვნილი სამი ჯვარი როგორც შეიძლება ეს არ იყოს სულიწმინდისგან ნაკარნახევი ზუსტად ისეთი ნაკარნახევი როგორც უამრავ ადამიანს კარნახობდა სულიწმინდა პირდაპირი გაგებითაც კი პირდაპირი გაგებით რატო ვიხმარე გეტყვით ახლა პირდაპირი გაგებით და გადატანითი გაგებით შესაბამისად აი როგორ კარნახობდა უამრავ ადამიანს რომ თუნდაც ბიბლიის წიგნები დაეწერათ ამ წინასწარმეტყველებს თუნდაც მახარებლებს ხო ეპისტოლეების ავტორებს ხო შესაბამისად თუნდაც იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობდნენ საეკლესიო კრებაში წმინდა მამებს ხო ამაზე ხო არ არის საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა იოანე ოქროპირის თანამესაკნე იყო პროკლე რომელიც ასევე იყო შესაბამისად კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი იოანე ოქროპირიც ხო იყო და პროკლეც იყო და პროკლე წერს რომ ვიცოდიო რომ მარტონი ვიყავითო ჩვენო კელიეფშიო და ამ დროს ხილულად კი არა გასაგონად მოდიოდა ხმა იოანე ოქროპირის ოთახიდანო და ერთი ორჯერ სამჯერ შევიჭყიტეო და ჩემი თვალით მაქვს ნანახიო რომ წერდა გამალებული რომ წერდა იოანე ოქროპირი შესაბამისად ამ დროს ესე ყურთან დახრილი იყო წმინდა პავლე მოციქული და კარნახობდა იმ ყურში და ამაზე ბევრი ადამიანი ცხადია ცინის და ჩვენ ჯერავს ეს და მე გავიდა წლები და აღმოჩნდა რომ იოანე ოქროპირის უხრწნელი ყურის შესახებ ყველაფერი იცით ეს ის ყურია რომელზედაც სულიწმინდის მადლით პავლე მოციქული გენიოსი ადამიანი სასწაული მწერალია პავლე მოციქული ნუ ეხლა დიდი სხვა თემაა შესაბამისად იაკობ გოგებაშვილის დავუბრუნდეთ ეხლა იაკობ გოგებაშვილის პიროვნებას წარმოიდგინეთ რომ ეს არ იყო ჯანსაღი ფიზიკურად კი იყო ჯანსაღი მაგრამ აი არ ყოფნა ძალიან ხშირად დამდგარა ადრეულ ასაკშივე დაუსვეს დიაგნოზი ტუბერკულიოზი სიფრიფანა ბიჭი იყო იაკობ გოგებაშვილი იაკობ სიმონიძე გოგებაშვილი ოჯახს უნდოდა რომ დარჩენილიყო და საოჯახო საქმე და საოჯახო ცოდნა მიეღო რა საოჯახო საქმე ესწავლებინათ მაგრამ უფროსი ძმის დახმარებით ფაქტობრივად გაიპარა სასწავლებელში ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა მერე გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა მერე თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა განათლებები ნახეთ რა და მერე იმდენს მიაღწია
რომ კარგად გამიგეთ, ეხლა იმპერია იყო და მაინც პროვინციად განვიხილებოდით და აი პეტერბურგი, მოსკოვი და კიევი იყო მაშინ რა, შეიძლება ითქვას ევროპული ქალაქები, სადაც ევროპული განათლება და მაღალი დონის განათლება შეიძლებოდა რომ მიეღო ადამიანს და მრავალი ქართველი მწერალია წასული, ხო, ცხადია, მათ შორის დიდი ვაჟა-ფშაველაც. და გაემგზავრა კიევის სასულიერო სემინარიაში, აკადემიაში საოცარი ცოდნა, საოცარი, მაგრამ იქ 3 კურსი დახურა, თითქმის დაამთავრა, შეიძლება ითქვას და ავადმყოფობის გამო დაბრუნდა და უკვე თვითონ გახდა ლექტორი, თვითონ გახდა მასწავლებელი. ეს წარმომიდგენია ეხლა რა, რამდენი ნატრა აქ ადამიანს და ერთ-ერთი ნატრა ის იყო, რომ იმ სუფრაზე მოხვედრილი ყავი, სადაც მაგალითისათვის რაფიელ ერისთავი იყო თამადა ხშირად, ძალიან ხშირად და ილია ჭავჭავაძე იჭდა, ბევრი მოვინდომე, ხო? მაგალითისათვის იმ აუდიტორიაში მჯდარი ყავი, სადაც მასწავლებელი გორში ვაჟა-ფშაველა იყო, ან იაკობ გოგებაშვილი იყო მასწავლებელი, წარმოგიდგენია და ასავლიდა საღვთო ჯულს. დიდი ღვთისმეტყველია. ძალიან გთხოვთ, ნახეთ მისი ჯერ ბიბლიოგრაფია და მერე მისი პუბლიცისტური ნაშრომები. ძალიან დიდი ისტორიკოსია. ისტორიული მოთხრობები ნახეთ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. და წარმოიდგინეთ, რომ რომელი წელია 1700-იანი წლები დაახლოებით 1870-იანი წლები დაახლოებით და როგორ ეროვნულ ღვაწლშია იაკობ გოგებაშვილი წარმოიდგინეთ და მოსკოვის ახლობლად სადღაც არის კურსკი და იქ იყო რაღაც სარევიზიო განათლების რევიზორები იყვნენ, გამიგეთ და ეს ის რევიზორი არ არის სუსტი და უცნაური და მარტივი, როგორიც გოგოლის რევიზორია, ჩამოდის იქიდან ძალიან მკაცრი, იმთავითვე განწყობილი იმისთვის, რომ დასაჯოს ეს ადამიანი და ჩამოდის კურსკიდან რევიზორი, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს იმის გარდა, რომ ჩამოაქვეითოს აუდიტორიას გამოგლიჯოს, უпростоრად აუდიტორია გამოგლიჯოს იაკობ გოგებაშვილს. და ასეც მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ იაკობ გოგებაშვილი აი ამ თბილისის სასულიერო სემინარიიდან გააგდეს. გასაგებია იმპერია, ასიზავ ახლა გააგდეს და არასაიმედო ესეთი სტატუსი ამ შრომის სიგნალში თუ რაღაცაში ჩაუწერეს, არასაიმედო ადამიანი ხარო და ეს იყო საბრალდებო დასკვნა, რომ არასაიმედო ხარ და იმიტომ გაგდებთო რა. სხვა ახლა ტერორისტს და იმას სისხლის სამართლის დამნაშავეს ხო ვერ დაარქმევდნენ, ცხადია. და იაკობ გოგებაშვილი წარმოიდგინეთ, რომ კიდევ უფრო ძლიერდება ამითი, და მაშინ ცხოვრობდა ნიკო ცხედაძესთან და ნიკო ცხედაძე და იგი თითქმის ტოლებნი არიან, პლუს მინუს 3 წელი. ანუ 1840-იანები არიან, აი 40 იაკობი რო 40-იანია, ის არის ალბათ 3-4 წლის პატარა. ნიკო ცხედაძესთან ცხოვრობდა თბილისში და ნიკო ცხედაძე და ეგ არის ასახში ბრუნდება უпростоრად იაკობ გოგებაშვილი და ჩანთიდან იღებს თავის სრულ დოკუმენტაციას. წარმოგიდგენიათ, ეს არის დიპლომი თბილისის სემინარიისა, კიევის სემინარიისა, დასკვნები, შრომის სიგნაკი, დოკუმენტაცია, საბუთები რაც კი იყო ეს შეიძლება ითქვას სამეცნიერო სასწავლო დოკუმენტაცია, ატესტატი, ადგადა ცეცხლში შეყარა და ეს რაკენიო ნიკო ცხედაძემ უთხრა და დამთავრდა ესო ჩემ ცხოვრებაში, აღარ იქნება ესო და გადავიდა აი ამ გმირულ საქმეზე, რასაც ქვია ილია ჭავჭავაძის გვერდით დგომა და ქართველი ერის გადარჩენა, რასაც ქვია
განმანათლებლობა რასაც ქვია და ხლა წარმოიდგინეთ რა ღვაწლია ჩადე აი ვისაუბრე აი ამ ღვაწლზე აი ამ უანგარობაზე მე ვინა ვარ ხლა მღილი ვარ რომ ამაზე სადმე განვაცხადო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამას წმინდანის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა აი წმინდა ადამიანის საქმეა რაც ილია ჭავჭავაძე ესეთი უანგარობა ესეთი და ალბათ ღმერთი გამოაგზავნის ამ შეტყობინებას სადაც საჭიროა რომ ქართველმა ერმა დედა ეკლესიამ გადაწყვიტოს იაკობ გოგებაშვილის წმინდანობა ბევრი მიზეზებს რომ იგი თავს იკლავდა ფაქტი ფაქტად დარჩა რომ არ მოიკლა და ვერ მოიკლა და არ გარდაიცვალა მაშინ და გააგრძელა ცხოვრება ისევ უანგაროდ ისევ პატიოსნად ისევ ხილულად ისევ მოღვაწეობრივად და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე იგი თვითმკვლელი არ არის და არც მოღალატე არ არის და არც მატყუარ არ არის და ასე შემდეგ ასე შემდეგ და დანარჩენი უკვე ღმერთმა იცის და რა თქმა უნდა დედა ეკლესიამ იცის და ღვთისმწყალობაა და მე ვფიქრობ რომ ბევრი ადამიანია წმინდანთა დასში წმინდანად შესარ რაცხი მათ შორის ნუ თუ სამშობლოსთვის თავდადებული და სამშობლოსთვის შეწირული ზვარაკი ტარიგი პაატა სააკაძე არ არის საოცარი ადამიანი და ასევე წმინდანები არ არიან ქეთევან დედოფლის შვილიშვილები საოცარი მოვლენებია ხო საოცარი ამბებია და ამდენი ადამიანი ყავს ცაში ქართველ ერს აი მე ახლა დღეს ვამბობ ესეთ რაღაცას მოკრძალებით შეიძლება ვცდები რომ ალბათ ძველ დროშიც და ამ დროშიც აი 21 საუკუნის შუა ეპოქა იწყება ხო ერთი მეოთხედი ჩავათავეთ უკვე და მეორე მეოთხედი დავიწყეთ უკვე შეიძლება ითქვას შუა ეპოქაში შევდივართ და დღესაც კი მე მწამს რომ ყველაზე ბევრი ადამიანი ზეცაში, სამოთხეში, სასუფეველში ქართველი ერიდან ადის და დიდი მადლობა ამისთვის ღმერთს რომ ამდენი მეოხი ყავს ჩვენ ერს ზეცაშიც და ბევრი უამრავი შესაბამისად ცოცხალი ცხო თავგანწირულია თავისი სამშობლოსათვის და ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ, ოღონდ ჩვენ გავბევრდეთ გაოცებული ვარ რამდენი ახალგაზრდა, რამდენი მოზარდი დადის ქართულ ცეკვებზე, ქართულ სიმღერაზე, ქართულ სახელოვნებო წრეებში, ქართულ საკრავებზე, რაოდენ ბევრი თქვენც ხედავთ ამას, რაოდენ ბევრი ახალგაზრდა არის, შესაბამისად ეროვნული ეს ძალიან დიდი ფასეულობაა და ყველა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი საფუძველია იმისთვის, რომ ქართველიერი გამრავლდეს, გაძლიერდეს, გაბევრდეს, გადარჩეს აი ამ ჩვენ წინ მდგომ გლობალიზაციის მარწუხებისგან და არაფერი არ გვიჭირს ჩვენ გამრავლებისა და ამ ეროვნული იდეოლოგიის მაღლა აწევის გარდა. აი ეს ორი სფეროა სასწრაფოდ და დასაწყები და მე მინდა ვთხოვო არა მარტო ძლიერი ამა ქვეყნის წარმომადგენლებს ძლიერ ამა ქვეყნისად უпроსორეთ არამედ რიგითებსაც და საშუალოებსაც ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ძალიან დიდი მადლობა მე იაკობ გოგებაშვილი მოგეხსენებათ აი ნახეთ კიდე რა გამახსენდა იცით ნიკო ცხვედაძე რო ვახსენე ნიკო ცხვედაძესთან იყო იგი სახში როდესაც იავნანამ რაქმნა დაწერა, ანუ კახეთზე და იქ ცივის მთაზე რო წერს და კახეთიდან შესაბამისად იტაცებენ ქეთოს იავნანამ რაქმნაში, ეს თვალადია, მართლაც თვალსაჩინო სოფელი კასპის რაიონში, ხოვლესთან დაახლოებით, აი სადაც არის ნოსტე იქ დაახლოებით, სადაც არის რკონი, ხოვლე სადაც არის ჩოჩეთი, ახალქალაქი, სადაც არის თეძამის ხეობა, თრიალეთის მთის კალთა არის სოფელი თვალადი და იქ იყო სტუმრად ნიკო ცხვედაძესთან და იქ დაწერა იავნანამ რაქმნა ეს მართლაც საოცარი მართლაც რა შეუულია ქართულ ენას, დედაენას
დედის სიმღერას, დედის სიტყვას ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ქართველ. დიდი მადლობა დიდი იაკობს აი ამ საოცარი. ეხლა იქვე ეხლა ხოვლე ვახსენე და ცოტა უფრო ერთი თაობით დაბლა არიან დიდი ივანე ჯავახიშვილი, ერის მამა და დიდი ზაქარია ფალიაშვილი, მსოფლიო დონის კომპოზიტორი, ერთი თაობით აი 1870-იანები არიან დაახლოებით 70-იან წლებში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და ხოვლედან თვალადამდე ერთი მეორეზე 5, 7, 10 კილომეტრიც არ იქნება. 5-6 კილომეტრია და ეს ადამიანები ერთმანეთს შეხვედრიან იმის მიუხედავად რომ ეხლა არ ამბობენ ხშირად რომ ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი ფუძემდებელია დედა უნივერსიტეტისა. იგი მაინც არის ამისი მონაწილე, მან იცოდა ეს საქმე ასე ფუძემდებელი არის იდეისა, მოდით ესე ვთქვათ და მათ შორის აუცილებლად იქნებოდა შესაბამისად იაკობ გოგებაშვილიც. ორი აზრი არსებობს, აუცილებლად და მთელი ეს გუნდი ოცნებობდა, ნატრობდა, რომ თბილისში, საქართველოში ყოფილიყო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო განათლება და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ალბათ ყველა აბსოლუტურად იყო ამ იდეაში და ასე შემდეგ და იაკობ გოგებაშვილის მეგობარი და ესეთი თანამებრძოლი როგორიც იყო ნიკო ცხვედაძე ეს კასპელი კაცი, ეს თვალადელი კაცი, ეს ქართლელი კაცი, ეს მეურნე კაცი არის აღმშენებელი უკვე აი ამ შენობისა, აი ამ განძისა, რომელიც დგას თბილისში. სიამაყე ქართველი ერისა, გინდა როგორც ნაგებობა და გინდა როგორც არსი უნივერსიტეტი და წარმოიდგინე მან ყველა მუშის, ყველა ხელოსნის, ყველა მეურმის სახელი იცოდა, გვარი იცოდა, აწარმოებდა, სულ აღწერილი აქვს, სულ ჩაწერილი აქვს ეს საოცარი ღვაწლი და მთელი ქართლი ამბობდა, წარმოიდგინეთ ეგ რეგიონი და ეგ რაიონი, რომ აი ნიკო თბილისში დიდ სკოლას აშენებს, ნიკო თბილისში დიდ სკოლას აშენებს და ხალხი მოდიოდა და უამრავი იყო უანგარო 2, 3, 5 დღე, 10 დღე უანგაროდ უმუშავიათ. არსებობდნენ და ისევ არსებობენ მეურმეები, რომლებმაც აი 20 გზა გააკეთეს. წარმოგიდგენიათ კასპი თბილისი, თბილისი მცხეთა, ასე შემდეგ, მაშინ ურემი იყო, ხარი იყო დღევანდელი სატვირთო მანქანა მოგეხსენებათ და მთელი ერის აშენებულია, როგორც სამება აშენებული, გასაგებია ეხლა ზოგმა დიდი თანხა დადო, ზოგმა ნაკლები, მაგრამ ხო ფაქტია რომ მთელმა ერმა აშენა და ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ააშენა სამება, ხო? და მთელმა ერმა. აი ანალოგიურად დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და ნიკო ცხვედაძემ და მთელმა ერმა ააშენეს შეიძლება ითქვას დედა უნივერსიტეტი და 1000 მადლობა მათ აი ამ ყველაფრისათვის. აი ამ ბედნიერებისათვის, რომ ჩვენ ვართ აი ამ რეგიონში პირველი უნივერსიტეტი, აი თბილისიდან ესე 500, 700, 800, შეიძლება 1000 კილომეტრიან წრეზე დედა უნივერსიტეტი არის პირველი რეგიონში და გინდათ ხარისხით, გინდა დონით, გინდა უკვე ასაკით აი წელს არის რა 2025 წელი მოგეხსენებათ უკვე 107 წლისა დედა უნივერსიტეტი და რამდენი ახალი უნივერსიტეტი არის მისგან შექმნილი, ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და ასე შემდეგ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დღეს რა ქვია თუ არსებობს კიდე. მგონი მიმოვიხილე ყველაფერი რაც შეეხებოდა იაკობ გოგებაშვილს რეზიუმეთ ის მინდა გითხრათ რომ კიდევ ერთხელ გთხოვთ მოვიფიქროთ ჩემთან დაკავშირება არ გაგიჭირდებათ გინდათ Facebook-ით გინდათ YouTube-ის გვერდით გნებავთ ცხადშიც მე ქაშუეთელი ვარ სტუელი ვარ გეპელიანუ ატენელი ვარ სადღაც უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობ შევხვდეთ ვისაუბროთ სიხარულით გადმოგცემთ მიტროპოლიტან ანია ჯაფარიძის რამდენიმე ბროშურას ჩემ ბროშურას
სიხარულით გადმოგცემ ცოტა თაფლს, მეფუტკრევარმე, ცოტა სანთელს, ცოტა დინდგელს, აი მოვიფიქროთ, ვისაც რა შეგვიძლია, აი მხატვრიდან დაწყებული, მოქანდაკიდან დაწყებული, არქიტექტორიდან დაწყებული, სკოლის დირექტორიდან გაგრძელებული, ისტორიკოსით გაგრძელებული, ასე შემდეგ, ჯერ ჩვენ შევიკრიბოთ და დავიწყოთ. როგორ მოვახერხოთ, რომ დავდგათ პირველი ქართული, პირველი ძეგლი იაკობ გოგებაშვილისა საქართველოში 2026 წელს. ერთი მხრივ ანომალიაა, ხო? ეხლა აი იცით რა არის, ეხლა დაახლოებით 10 წუთი მაქვს იმისთვის მეორე თემა, რომ შემოვფარგლო და მოდით ამაზე დავიწყოთ საუბარი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ გვაქვს საოცარი წიგნი, საოცარი წყალობა გვაქვს, რომ ყავდა გიორგი მთაწმინდელი და ექვთიმე მთაწმინდელი და მთაწმინდელი მამები ყავდნენ, საოცარი ადამიანები. გიორგი მთაწმინდელი არის მსოფლიო 5 უდიდეს ქრისტიან მოღვაწეში შესაყვანი. მე ესე ვფიქრობ, თავისი ღვაწლით, შემოქმედებით, არა მარტო საქართველოს წინაშე, კაცობრიობის წინაშე. ასეთივე არის პეტრე იბერი, რა წინააღმდეგობებია წარმოიდგინეთ ამ ადამიანის გარშემო რა. ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პეტრე იბერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსია. ვისაც გინდათ ამ თემაზე ლიტერატურა წიგნი, მე შევმეხმენეთ და მოგაწვდით ჩვენს კი არა მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის დიდი მეცნიერისა, დიდი სწავლულის არგუმენტებს, ნაშრომებს და ასე შემდეგ და კიდე ფაქტებს, რაზეც უნდა დავეყრდნოთ. და მცხეთურ ხელნაწერში გაგიკვირდებათ. მცხეთური ხელნაწერი არის შესაბამისად იმითი კიდე გამორჩეული სხვა ყველა ბიბლიისაგან, რომ მასში არის ისეთი ცნობა, ისეთი პარალელი, ისეთი წინადადება, ისეთი ფრაზა, რომელიც მას გამოარჩევს სხვა უამრავი ბიბლიისაგან და მიგვითითებს კონკრეტულზე, დეტალზე, ესეთ რაღაცას გვაძლევს ქჩუქნის მე-11 საუკუნიდან დიდი გიორგი მთაწმინდელი. იგი ამბობს, თვითონვე წერს, რომ ჩემამდეო აი ამ წიგნს რომ თარგმნის, უკვე შეიძლება ითქვას, რომ რედაქტირებას უკეთებს და ღვთისწყალობით მოგვეცა ეს წიგნი, დიდი განძია 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში ეს წიგნი მოგვეცა. სხვათა შორის მე-18 საუკუნეში იგი რედაქტირებულია თვით სულხან საბა ორბელიანის მიერ. მცხეთური ხელნაწერი. წარმოგიდგენიათ რა განძია. და ამ წიგნში არის ძალიან ბევრი ცნობა, რომელიც ძალიან ბევრს გვახვედრებს. და შეიძლება ითქვას, რომ სხვა ნუსხებში, სხვა ენაზე არსებულ ბიბლიებში, ეს იქნება მასორეტული ტექსტები, ანუ ებრაული ბიბლია, ებრაული ძველი აღთქმა უფრო სწორედ. სეპტუაგინტაში ბერძნული, ვულგატაში ლათინური, ასე შემდეგ ინგლისურში ჯეიმს კინგის ვერსია ქვია, რუსულში კირილე და მეთოდეს მიერ თარგმნილი სლავური ბიბლია და ასე შემდეგ. შეიძლება ის ცნობა ვერ იპოვნო და აი ამ მცხეთურ ხელნაწერში გვაქვს. ეხლა მე შემდეგ რაღაცას გთავაზობთ, გთხოვთ და მე ერთად განვიხილოთ ეს, კარგით? პირველ რიგში იმას გეუბნებით, რომ რაც წერია მცხეთურ ხელნაწერში, რომელიც შეიძლება ვცდები, ყველა ვარიანტში ვცდები, მაგრამ რა გაცილებით უფრო არაკითხვადია, ნაკლებად კითხვადია, ნაკლებად არის შესწავლილი ფართო საზოგადოების მიერ, ვიდრე სხვა თარგმნები. დღევანდელი ახალი გადამუშავებული გამოცემა სიტყვაზე 2010-ში, 2015-ში, 2013-ში ხო არის რამდენჯერმე გამოიცა ბიბლია. ისინი უფრო ხშირად არის სამაგიდო წიგნი, ვიდრე მცხეთური ხელნაწერი. მომიტევეთ, საუბარი გამიგრძელდა, ვამთავრებ უკვე. აი ძალიან გთხოვთ, იხილოთ ძველი აღთქმა ესაია, მე-10 თავი, მე-9 მუხლი. სადაც წერია, არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო, ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა. გთხოვთ დაუკვირდეთ აი ამ წინადადებას.
არა მოვიღე, ანუ არა მივიღე. აი მაგალითად მოვიღე ზიარების დროს გალობენ ხოლმე და ამბობენ ამ სიტყვას. არა მოვიღე, ანუ არა მივიღე. სოფელი ზენაკერძო, ანუ ზემომყოფი, ზემოთ არსებული, ზენაი, ზემოსოფელი. არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო, ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა. ანუ პირდაპირ ამბობს წმინდა გიორგი მთაწმინდელი აი ამ მუხლში, რომ აი ამ ადგილას, ამ ადგილას შესაბამისად აშენებული იქნა ბაბილონის გოდოლი. და მერე უკვე შესაბამისად სხვა ენებზე რომ ვნახულობთ სეპტუაგინტაში, წეღანაც თქვი, ვულგატაში, უძველეს, ანუ ებრაულ, ლათინურ, ძველბერძნულ, არაბულ, ეთიოპურ და ასე შემდეგ სხვადასხვა ბიბლიებში რომ ვნახულობთ, იქ ამ ადგილას წერია ქარქემიში. ქარქემიში არის ისტორიული ადგილი, ალეპო რო არის იმის ჩრდილოეთით. სირიის ჩრდილოეთით და თურქეთის სამხრეთით. აი ახლა მე სხვა გადაცემაში არსებული რუკა წამოვიღე და აი ამ ადგილას, სადაც არის ანტიოქია, ეს არის ხმელთაშუა ზღვა. აქ არის დღევანდელი შანლიურფა, რომელიც არის ედესა, რომელიც არის ური, ჩემი და გეგა ხვედელიძის კვლევით და დასკვნით, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და წავიკითხეთ კანონიკურ ბიბლიით, მცხეთური ხელნაწერი და სხვადასხვა ბიბლიების ერთმანეთთან შეპირისპირებით, შედარებით და ასე შემდეგ. აი აქ დაიბადა აბრაამი. შესაბამისად, აი აქ ანტიოქიის აღმოსავლეთით ჰარანის, სადაც მეორე სახლია, იცით თქვენ, აბრაამისა, ჰარანის დასავლეთით და ედესის, ანუ შანლიურფას სამხრეთით არის ქარქემიში. ჩაწერეთ გრანდიოზული ნაგებობების, გრანდიოზული საძირკვლის, გრანდიოზული არქეოლოგიური არტეფაქტების ქალაქია და აი ამ ადგილს უთითებს თუ არა, მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ გიორგი მთაწმინდელი. გვაძლევს თუ არა ცნობას. საქმე რაში მდგომარეობს, ესეც ბაბილონია, ესეც ქალდეა უეჭველი. ძალიან ბევრი შედის შეცდომაში, რომ გონია რომ ქალდეა იყო მარტო შესაბამისად ბაღდადთან და ბასრასთან. ქალდეა მე წინა გადაცემაზე ვისაუბრეთ, გთხოვთ მოძებნეთ 10 ქალდეა ქვია იმ გადაცემას, მე და გეგამ ვისაუბრეთ, რომ ადგან იყო ქალდეა, მათ შორის ტრაპიზონთან ხილული ქალდეა და არარატის მთასთან ხილული ქალდეა და ურმიის ტბასთან და ესეც ქალდეა. აქაც ბაბილონია, ხო მიხვდით რის თქმა მინდა. ასე რომ შეცდომაში შეიყვანა მთელი კაცობრიობა ურის ძებნისას რაულინსონმა და ფრიდრიხ დელიშმა და კელვინმა და ვილკოკმა და მალოვანმა და ასე შემდეგ. მალოვანი აგატა კრისტის ქმარია, სერ მალოვანი, რომელიც არქეოლოგი იყო. იმებმა დადეს დასკვნა, რომ იქ იყო ური, მერე 22-24 მეტრის ქვეშ ესეთი დიდი ლამი არის, წარმოგიდგინეთ და იმის ქვეშ იპოვეს ცხადია საოცრებები იპოვეს, მაგრამ იქაური არ იყო აბრაამი. აბრაამი იყო იქ, სადაც არის ედესა. მე მინდა გთხოვოთ, რომ აი ამ თემაზე ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი აქ ეს ფუძეერის ეპოქაა, აქ იყო შესაბამისად ფუძეერის საცხოვრისი აბრაამის აღმა, აქ იყო მოგეხსენებათ ჰარანი, უკვე გითხარით, აქვე იყო გოდოლი და ეს არის ბიბლიური გეოგრაფია. ეხლა რაზედაც მე ვსაუბრობ, ეს არ არის ღვთისმეტყველება. მე არა ვარ ღვთისმეტყველი, მაგრამ პრეტენზია მაქვს, რომ ბიბლიური გეოგრაფიის მკვლევარი ვარ და ვსაუბრობ ლოგიკით, დოკუმენტებით და ასე შემდეგ და არქეოლოგიური აღმოჩენებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის, თანადგომისათვის. ბევრისგან გძნობ ამას და ძალიან მიხარია და თქვენგან კარგულებაში ვარ. აი მე
გეგა ხვედელიძეს, რამე გთხოვეთ, რამე დაგვავალეთ, აკადემიური, ეროვნული და მყისვე თქვენთან გამჩნდებით. ღმერთმა გაგაღანიეროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, მშვიდობა, ჭამთელობა.